იგი დამჭირდება ცემენტი 20 ტომარა 30 ქვიშა 400 აგური კი ბატონო და 4 მუშა ეს გამოვიდა იგი რამდენი ვარი? არ მინდეს. მაშინ დამჭირდება 10 ცემენტი, 20 ქვიშა, 215 აგური და 2 მუშა. სიასი გამოვა. გივა მშვიდობის ხელოვანო. მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. ირა. ხო. ირა, საგრძნოს რომ დავიწყო, ხომ მომეხმარები, ჰა? აბა რას ვიზავ დათო? შენ ოღონდ რაღაცა დაიწყე. შენ ოღონდ ძალიან კარგი, მაშინ დამჭირდება 1 მუშა. დათო, რა ხდება? შენდება სახლი? კი, შენდება. რა არის ცი? 2015 წელია. არც ისე შორს არის დათო. ერთი წუთი, ირა, მე შეთვის ახალი ამბავი არ მithქვავს. 2013 აქეთ გადმოწიეს, აქ უფრო ადრე ჩამაბარებენ. აჰა, გადმოწიეს? მით უმეტეს დათო, 2013 წელი არც ისე შორს არის და ჩემი აზრით ახლავე უნდა დაიწყო მზადება ჩემო დათუჩა. აი, ნახე, 5 უკვე გაქვს. კარგი რა ირაკლი და კარგი რა ის და ნერვები მაგ მოშნილი რა. ამდენი ფული დამეყოლე ხარჯებოდა სულ არ ვიყიდი იმ ბინას რა. რატო რა თქვი შენ კვადრატული მეტრი რა ღირსო? ეხლა ვიგებდი. 350 დოლარი. რა ამბავია? კი, ზვირია, მაგრამ სამაგერო ახლოს არის. და რა არის ახლოს? ჩემი ახლად ჩვენებარი სახლი. რასთან არის ახლოს და ჩვენ სახლთან? არა. სკოლასთან? არა. აბა მეტროსთან? თბილისთან, მარიკა. თბილისთან. თბილისთან, მარიკა. თბილისთან. შენდება და მე ნახავშენ. მარიკუნა. ხო. რაღაც საეჭვოდ მოძრაობ. ხო და გული ცუს მიგზნობს. რა გაქვს ჩაფიქრებული? იცი რა ირაკლი, ამ ბოლო დროს ალერგიის განლაგება არ მომწონს ჩვენ სახლში და მინდა რაღაც შევცვალო. აჰა. ხო. მარიკა და არჯობია აი აქ რაც არის ავეჯი ამ ოთახში ყველაფერი ნელ-ნელა რომ ავიღოთ და შევზიდოთ იმ ოთახში. ესე ნელ-ნელა ამოვქოლოთ, ამოვავსოთ. მე დღეს მოვაიზ და გააღებს კარს და უიაკა ხარ. იცი რას ვფიქრობ? აი ეს ტახტი იქით გადავიტანოთ და აი ეს მაგი და თავის კამებით აქეთ. არ იქნება კარგი? კიდე რა იცი? აი ეს სავარძელი არ მომწონს. ან შევცვალოთ ადგილი, ან საერთოდ გავიტანოთ აქედან. მარიკუნა. ეს არ მოგწონს თუ ორივე?
არც ერთი. ძალიან კარგი, მარიკუნა, რაღაცა მინდა გთხოვ რა. ჩემი ახალი ბინისთვის შეიძლება ეს ორი სავარძელი რომ მე მოჩუქოთ, ა? როგორ არა, გაჩუქებ შენი იყოს. დიდი მადლობა. ირაკლი, რა მინდა გთხოვ? შეიძლება ეს ორი სავარძელი 2013 წლამდე აქ იდოს? დროებით? დიახ. კარგი იდოს. მადლობა. მარიკუნა. ბატონო. რა არის კიდე იცი? აი ესეც არ მომწონს. გიდი. ესეც არ მოწონს. ირაკლი. მოდი ხა ეს ტელევიზორი გადამატანინე იქ. რატო ვითო? ძალიან კარგად დევს აქ ეს ტელევიზორი მარიკუნა, მე მომწონს. ირაკლი. კარგი მარიკა. გადავიტანოთ, მაგრამ მე ამას მარტო ვერ მოვერევი. იცი ამ სიმძიმეა? და რატო მარტო? აი დათო აქ არის და დაგეხმარება. დათო რატო? მე ჩქარება მივდივარ. უი, კინა დამოვიწყდა. ეს იგი, ჩემთან სკოლაში იღებენ დოკუმენტურ ფილმს. ჩვენ სკოლაზე და ამარჩეს მე დღეს მე გადამიღებე როგორც ნიჭიერი პედაგოგი, ნიჭიერი. იქ მივდივარ. ესე იგი დოკუმენტურ ფილმს იღებენ და შენც იქ მარიკა, აი როგორც იქნა დაინტერესდა დათოთი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენი დღეს მე და შენ დავსხდებით აი ამ ტახტზე, რომელიც აი აქ იდგება, აი აქ, ასე. და ტელევიზორში, რომელიც აი აქ დევს, აი ასე, ვუყურებთ ამ გადაცემას და ტელევიზორიდან კაცრი ხმა გვეტყვის. 2007 წლის ზაფხულში ირაკლი ჩხეიძის სახლში დასახლდა და დღემდე ცხოვრობს დათო ალექსი. აი რო გადამიღებენ და რო გამოვა ტელევიზორში მე ეცინებ. ალბათ იმ არხზე იქნები, ხო? Animal Planet-ზე გადაცემაში უსახლკარონი. რაც გეტყვი შენ? ისა მარეკა ორივეს გასაგონად ვამბობ. დღეს მოვლენ სახში ის ჟურნალისტი და ოპერატორი. და ჩემზე დაგიწერისავალი კითხებს და კარგი რაღაცა უნდა უთხრათ. კაიგე? და შენს გასაგონად ყმაწვილო. ის რომ მოვლენ ისინი ხო არ დამითრო ოპერატორი. ჟურნალისტი? მიდი რა ეს. ოკაცოთ ვერ გავიგე რამ კითხეთ დიახ მომიწონა ძალიან კარგი კითხვა ისმის მალ მე ბავშვები ძალიან მიყვარს დიახ მე საერთოდ ძალიან დატვირთული სამსახური მაქვს და მე ვეცდები რომ ყველაფერი ისე გავახევი რა ხარ და თვალები რა რასიზა მირაკლი. აი მარტოს მოგიწევს ავეჯის გადაადგილება. არა, ვერ გადავიტან მარიკუნა არცალია. რა საქმე გაქვს? დაკავებული ვარ. მაინც? დაკავებული ვარ. არა, ვიტყვი. ალო? ხოლაშა? ხო? არაფერს? საათ? ბარშ კი, მოვდივარ. ახლავე მოვდივარ. კი. აჰა. მოგითხარი არა მარიკა საქმე მაქვს დაკავებული ვარ მეთქი დარეკა ლაშამ რა საკეთებო მე ვთხარი არაფერს მეთქი მაშინ ჩამოდიო ბარშიო რაღაც სასტრაფო საქმე გვაქვს რა იცი იმ ბარში რა მოხდა შეიძლება რაღაცა მოხდა სასწაული და მე ვჭირდები იმ ხალხს რა ვქნა მარიკულა საქმე მაქვს დარეკა ლაშამ რა საკეთებო მე ვთხარი როგორც იქნა ბოლოს ჩაახშოეს აჯანყება რიჩარდ ლონგულმა და დაიბარა ერთ-ერთი მხედართმთავარი და ეკითხება ნოტინგემის გარდა კიდე რომელმა ქალაქმა მიღალატაო იმან უთხრა მანჩესტერმა მოდი ამ ლუდით ფერგიუსონს გაუმარჯოს მოვიდა საქმის კაცი. სერიოზული ამბავია. ერთ კაცს უნდა თქვენთან შეხვედრა საქმე აქვს სერიოზული. ეხლავე შემოვიყვან. ოღონდ არ უნდა დაცინოთ. გასაგებია? ირაკლი, მე მგონია მან თავისი თავი უნდა შემოიყვანოს.
ვახუშტი როგორ ხარ სანდრო შენ თუ ვინმე გაჯობებდა ნახდათ არ მეგონა მოდი დაჯექი კარგი ხალხო რა დაგემართათ ამხელა კაცები ხართ ხო სერიოზული სალაპარაკოა კაც მოусმინოთ რა დაწმარ როგორ ხართ? ვიცი, ჩვენ კარგად. შენ, ხო, შენ. რა ვიცი. აი ხა ველაპარაკე სანდროს და ჩი რაღაცა ვერ ვარ ამ ბოლო დროს რა. რაღაცა მემართება რა. კარგი ვახო ეხა ეს ხუმრობა რა დროს ხუმრობა სერიოზულად მითხარი რა ხდება? რა ვიცი. რა ვიცი, რა მინდოდა მე თქვა და დაამთავრე? ირაკი. კარგი რა ეხა რაღაცა ნერვიულობს ეთყობა ეს კაცი. მოусმინოთ რა. არა, ჯერ არა. აი, თამარი ხო მე ბიჭო რას იტანჯები ვახო რა დაგემართა უთხარი პირდაპირ მოწონს თამარი უფრო სწორად უყვარს თამარი უყვარს არა ისე დღეს სიცხე კი იყო გამოცხადებული მოიცადე ვახო შემომხედე ერთი ხო იცი ახლა მე თამარზე ხუმრობა არ მიყვარს არა, რა ხუმრობა რას ამბობ ლაშა? მე მართლა სერიოზულად ვამბობ რა. იქნებ დამეხმაროთ რამეში, რა ვიცი. ეხლა რაშია საქმე ჩემო ვახო? ეხლა თამარის გულის მოგება ესე ადვილი არ არის. ეგ არის აი ნატოსავით არის რა. ჯერ აი პაპი, მერე მაპი და მერე მოგვარებულია ყველაფერი. ისე პირველი ნაბიჯი მომეწონა შენი. სწორად მოიქეცი რომ ჩვენთან მოხვედი რჩევის საკითხი. კიდევ კარგი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ თამარის სამეთვალყურეო საბჭო. ო მეც საბჭოს წევრი ვარ მეც ვახო არა ეხა ჩვენ ეჭვი კი არ გვეპარება ან წინააღმდეგი კი არა ვართ მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ რომ შენ თამარის ღირსი ხარ რა მე რაც არის საჭირო მე ყველაფერს გავაკეთებ ვითხარით გააკეთებ ხო ირაკლი ლუცხო კიდე დალე რა თქმა უნდა დავლებო ეს ამ 4 ლუდი თუ შეიძლება რა ესე იგი ამ საქმეში ჩემს გვერდით ხართ ხო მაშ აბარა ვახო ამ საქმის მოგვარება ხა შენზე ძალიან მე მინდა ხო და ეხლა თამარი ჯიუტი გოგოა ну თუ შენ ამბები არ გამოგივიდა უნდა მოიტაცო ეგრევე და მეც დავისვენ შენს დაისვენებ ირაკლის დაისვენებს თიკაც დაისვენებს ანანოს დაისვენებს ქეთევანი დაისვენ რა ვიცი კიდე ყველა დავისვენებ ჩემო ახო ისე თუ გინდა დათოც მოიტაცებ ვიხუმრე განვაგზოთ სამოქმედო გეგმა გჭირდება გაუმარჯოს აი გაუმარჯოს რას გაუმარჯოს დაიც აი
ძალიან ბევრი ვიფიქრე საჩუქარზე. მაგრამ მე ვერ მოვიფიქრე რა მოეწონება, ან რა ვყავს, რა გაიხარდა. მაგას ერთჯერადი ჭიქიდან დაწყებული Rolls-Royce-ი დამთავრებული ყველაფერი მოწონს. იდა ვიცი რა მოწონს. გვეყოფა. აპატიე ვაშა რა. ვიცინეთ გვეყოფა. ეს სერიოზული საქმეა. ბოლო ჩემი ცოლის დაიგუა. უი, რა მაგარი რამე მოვიფიქრე, ირა. სერენადა რომ უმღერო. ხო. ჭკვიანურია, ხო? აი მაგალითად 7 სიმიანი გიტარით. ან იცით ჯობია დაირით. არა. ვახო ბასფანდურს ქონია სასწაული ხმა თურმე გულის სიმებს ატოკებს ჰანგი ოჩა სანდრო ოჩა და ვახო რა უნდა ქნა იცი თან ხმამაღლა იმღერე მაინც ეხა ისეთ ასაკშია არა სერენადა არ გამოგვადგება ბორში გვაქვს სახში და გადაქცევას უპირებდა თამარ არ გირჩევ მაინც რა ვიცი კარგი მოდი ახლა დავანებოთ თავი ამ ლაპარაკს გადავიდეთ ქმედებაზე გაუმარჯოს ესე იგი ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ ახლა შენ წახვალ ვახო იყიდი ყვავილებს და მოხვალ აქ მოხვალ ვახო აქ მოხვალ ყვავილებით გასაგებია შენ არ ვიცი გინდა დარეგე გინდა ადი სახლში როგორმე დაითანხმე თამარი ჩამოიყვანე აქ გასაგებია მე მანამდე ლუდს დავლებ მე შენ საბჭოში ხო ხარ სანდრო მეტი რა გინდა ხო ერთი წუთით და ეხლა მოვაკარ. ხო, მარიკა, ხო. რა უნდა ეხლა ამას რატო დაგვიბარა? თვითონ იცის რა უნდა. კითხე აბა ამას. ამას რა უნდა ვკითხო, შეხედე. მე მითხარით რამე? გოგოება. იცით რატო დაგიბარეთ? აი თქვენი დახმარება მჭირდება. სახლში არ მომწონს ავეჯის და ნივთების განლაგება. მინდა რაღაც შევცვალო და ვიფიქრე ეგ თქვენ რამე იდეა გქონდათ. აუ შეიძლება მე თქვა მარიკა. აუ ჯერ იმას გეტყვი მარიკა, რომ აი ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცა ეგეთ სიტყვადი. ხო, იცი რა არის მარიკა? აი განახლების მოთხოვნილება და სურვილი, აი ძალიან ბუნებრივია ყველა ადამიანში. და ეგ განსაკუთრებით თუ ეს ადამიანია სულად არის ხო გოგოება. აგრე მარიკა, იცი რა არის მარიკა? აი მარტო ნივთების ადგილები კი არ უნდა შეცვალო, მარიკა. აი ყველაფერი უნდა შეცვალო შენ გარშემო, იცი? აი ახალი აურა გჭირდება ეხლა შენ. ხო, აუ იცი მარიკა, მე რო ვიყო შენ მაგიროთ, აი ყველაფერი შევცვლი, აი ჭერსაც, კედლებსაც, იატაკსაც, აი ყველა, აი მარიკა, მომისმენი გიხვეწები რა. იცი რა სიზამდი მარიკა? აი თელ ჭერს მარიკა, შევღებავდი ცისფრად, აი ცისფრად და ღრუბლებზე თეთრი წარმოიდგინე მარიკა და აუ იატაკს მარიკა იატაკს შევღებავდი აი სუ მწვანეთ აი როგორც აი მინდა ანანო უკაცრავად გარეთ რას გააკეთებდი სად გარეთ აი მე ხლა განახებ აი აქ გავაგრძელებ მარიკა მოვა აი ხური ანანო შეხედე აი აქ მომისმინე აი ლიფტიდან აი აქამდე მაინც რას გააკეთებდი აი მე ქეთევან იცი რამდენი მიფიქრია მაგაზე აი იცი როგორ აბა აი აქ ხო გვესმის შემია აი წაიღო აი შემია მარიკა რას
უძლებ? რა ვიცი, მარიკა, გეხვეწები ახლა უფრო ისე კონკრეტულად გითხარი, რატომ დაგვიძახე, რა უნდა გავაკეთოთ. იცი რა მინდა? აბა, მარიკა. აი ეს აქ რომ დგას არ მომწონს. აჰა. რაღაც მოახერხეთ. ხო. აბა როგორ მოვიფიქროთ ახლა რა გადავდგათ და რა გადმოვდგათ? ისე მარიკა. ასე არა. აბა აი ასე ვიცადე. აი ასე. აი ასე. აი უფრო მეტი ხარჯი აი შეხედი გაიშალა. ეს გაიშალა. არა, არც ასე არა. მოდი გამატანინი ანანო. არ გაეტევა. მოკლედ რა ეს საბჭოთა ბინები რა. ესე იგი ნორმალურად ხო ვერაფერს გაიტანა აქედან. რა ვქნათ ახლა? აბა ცოტა რომ მოვწიოთ აქეთ არა? ანანო მიდი ხარჯია და რა ვიცი. მიწიე მიდი. აბა რა ვაი წელი გწყდება მიდი. მედია დაიმო მე რა გაათხოვებს ამ გოგოს არ ესე არა, ესე არა. არა მოწიე გაასწორე როგორც იყო. მიდი. ვეცადე. აი ესე კარგია. კი. ესე იყოს. რა ხდება? შემოდით იქ უნდა დასაქმების ახალი პროგრამა. რა მაგარია, რა უნდა გავაკეთო? მე რა მევალება მითხარი? იცი რა, აი ეს სავარძელი არ მომწონს და იქ რაღაც მოუხერხოთ, გადავდგათ სადმე. ეს არ მოხო. ეს შეუხსებელია მარიკა და იმიტომ აბა ნახე. აჰა. ეცა აბა აქედან დახავ. აბა აბა ნახე აი ნახე. არა. არა. ეს ცოტა აქეთ რომ გამოუწიო. შენკენ? ხო, აი ჩემკენ აქეთ. თიკ ანანო მოდით. მოდით. აი პირით მიმწეთ მარიკასკენ. მიდი. ნელა არ გადამაყილაო, მოდო. ნელა. აი ესე აი უკეთესია. ხო, ეს ესე იყოს. ეხლა კიდე რა მინდა, იცი? ანანო, შენ აი ეს სკამები აიღე იქით გადაიტანე. კეთევან შენ მაგი და გადაწია იქით და თიკა შენ ის ტახტი ეგეთ აქეთს გამოა. კაი, მე ის ტახტი. ხო, აი ის იქით. მიდი. მიდი ნახოთ რა. ხილათ ოღონდ, ხო? ხილათ. ესეც? კაია. თიკა. დასკვია მოგიხმარო აგე ჩემდას მივეხმარები. ვიცადე. ერთი უსაბი. გასაკეთებ რა. გასაკეთებ თამარ და მე მოვდივარ მარჯვნიდან და უპირატესობა ჩემია. დავიღალე ერთი მომწყდა წელი უნდა დავისვენო. ხა გირას კამი დამსვირა გემუდარე წელი მეტკინა და რაღაცა ისერიც მეტკინა. რა დამირე. ო, შენ ახლა ზარსელოდები? ხო? ზარსელოდები. ვინ უნდა დაგირეკოს? თამარ რა მნიშვნელობა აქვს ხა ვინ დამირეკავს? თავარია მანამდე დამირეკავს. სანამ აი იმ ყველაფრის მოხსნას და აქ გადმოტანას არ მომთხოვს. ой, იცი რა ვიფიქრე? ხლა აი ეს მაცი ვარი, ხო? იქით კუთხეში არ ჯობია? არა. აი. ალო? დიახ. გისმენთ? არა, ბინა არ არის, ეს სამსახურია. დიახ, ავეჯის გადაზიდის სერვისი. არა, რა შეწუხება, რა უკაცრავად, პირიქით, თუ შეგიძლიათ მელაპარაკეთ რა ცოტა ხანი. ავიდა, ნელა. არა, აი, ქონოდა ეხლა თიკაჯა გრძელი ფეხები, ხო მიმასწრებდი არა ყურნილის აღებას. და საერთოდ რა მაცივრის გადადგომა მომინდომეთ? რა შემოვდიოდია ყოველდღე მიშლით ნერვებს? აღარ შემოვდა. ანანო, რა გჭირს შენ კიდე აწე და გადაიტანე.
მოგძანდით. აი დათო, როგორც გითხარი, მოვიდნენ თქვენს გადასაღებად და როგორც კი მზად იქნებიან, დავიწყებთ. მე ტელევიზორში მომონ მე რა მაგარი იქნება. იმედია პრაიმ ტაიმ. იმედია. მოდით იცით რა, ჯერ დირექტორიდან ავიღებ ინტერვიუს თქვენ შესახებ და მე თქვენ გაგესაუბრებთ აი დავწერთ. კი ბატონო. აი მე აქ. ზახართ? დიახ. როგორ დაახასიათებდით სახვითი ხელოვნების პედაგოგს დათო ალექსიძეს? იცით, აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ბატონი დათო, როგორც ჩვენი სკოლის სხვა პედაგოგები, ძალიან კვალიფიცირებული, საოცრად ყურადღებიანი, პუნქტუალური. იცით რა მაინტერესებს? ვაიმე, გეხოცები და ნუაწყვეტინებთ რა ძალიან. მაინტერესებს პედაგოგების, ბავშვების აზრი ბატონ დათოზე. ბატონი დათო ყველასთვის საყვარელი პედაგოგია და ნამდვილი პროფესიონალი. ვაიმე, მართლა კარგად ლაპარაკობს. არ შეიძლება ყოველდღე რო იაროთ კამერით. უკაცრავად თქვენც ჩაგწერთ. მე ვაბადეთ. უდიში. მოკლედ როგორც იტყვიან, ბატონი დავითი ჩვენი სკოლის ნამდვილი ბურჯია. რა. რისი. სკოლის ბურჯი. ვისი რა ვარ? ბურჯია. რისი? სკოლის ბურჯი. მე მგონი საკმარისია. დიდი მადლობა. მე რამოდენიმე კადრი დამჭირდება, გაგვეცენს რომ მატარებთ, რომ ხატავთ და მესამე აუცილებლად ისჭირდებათ პრემიას რომ მაძლევთ პრემიას. აი ეს კადრი ჭირდებათ. კარგი, მე გავა. დიდი მადლობა. ხელს აღარ შეგიშლით. ნახონდის. დავიწყოთ. კი ბატონო. ზახართ. დიახ. უკაცრავად. ის შეიძლება აი აქ რო დავდგით აი იქიდან ჩამწეროთ. აი აქ რო აი. რატო ისიც მინდა რომ კადრი დაიწყოთ ჩემი ფეხსაცმელებით რა გეხოცეთ რა. იმიტომ რომ გუში ვიყიდე და ახალია და მინდა რომ გაბეჭდე აი ესე რა. იცით ფეხსაცმელები სახში ჩავწეროთ საღამოს, ხო? სახში. კი ბატონო, დამფოვიწყე. ეხლა კამერა ჩართულია, მოემზადეთ. მოემზადეთ, კარგი? დავიწყოთ, ხო? ზახართ? კმაყოფილი ხართ ახალი სკოლით? ეს სკოლა არის ძალიან კარგი სკოლა. მე ამ სკოლაში დავდივარ დილიდან საღამომდე აქ ვარ და სულ ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. მე მინდა რომ დაძაბული ნუ ხართ. ცოტა მოეშვით, თავისუფლად, კარგით? თავიდან დავიწყოთ. დავსვამ თავიდან შეკითხვას. კმაყოფილი ხართ ახალი სკოლით? ნუ ახლა რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ ამ სკოლის. ძალიან კარგი სკოლა. ამ სკოლას ყავს ძალიან ბევრი ცნობილი მხატვარი აღზრდილი და ამით არის ეს სკოლა ცნობილი. კი, მაგრამ ეს სკოლა სულ 5 წელია რაც დაარსდა. თავიდან ჩავწეროთ. რა თქმა უნდა ეს სკოლა არის ძალიან კარგი სკოლა. რითაც ცნობილი არის ეს სკოლა, აი ამით არის ეს ცნობილი ეს სკოლა. მართალია ჯერჯერობით არ აყავს აღზრდილი ცნობილი მხატვარები, იმიტომ რომ 5 წელია რაც არძევებს ეს სკოლა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ აღზრდის ის ცნობილ მხატვრებს. დიახ. რა მაინტერესებს? აი, დირექტორმა თქვენზე ძალიან თბილად ისაუბრა. აი, თქვენ თუ ხართ კმაყოფილი?
კმაყოფილი ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ. რატო არ უნდა ვიყო ეხლა კმაყოფილი? არათუ უნდა ვიყო ეხლა კმაყოფილი. ეხლა ერთხელ თუ დავაგვიანე, მეორეჯერ საერთოდ არ მოვედი, მესამეჯერ ტელეფონში შევაშინე ჩემი დირექტორი, მერე ფანჯარა გავტეხე შემთხვევით, გავტეხე ფანჯარა. ახლა ამის გამო თუ მეჭხობა ეხლა. რატო უნდა ვიყო კმაყოფილი? ეხლა ბუნებრივია. კარგით, ეს კითხვა არ ივარგებს, მოდი სხვანაირად დაგისვამ შეკითხვას, კარგით? აჰა. რას ფიქრობთ დირექტორზე? ნუ ეხლა მაგარი არის ძალიან ნიჭიერი დირექტორი პავს ძალიან ვაფასებ მას პროფესიონალია თავის საქმის კი უდაოდ ამას ხომ მოჭერთ მე კარგით, საკმარისია. საგამოს როგორც შევთანხმდით თქვენთან სახლში. ფეხსაცმელები მიწვას ხო? დიახ, ეს ფეხსაცმელები გეცვა. მე ორი მაქვს და მე იმას ჩავიცვე, შევცვლი ეს მრავალფეროვნებისთვის. იცით რა მაინტერესებს ბავშვისგან გავიღო ინტერვიუ და თქვენ ვის მირჩევდით? მე გირჩევდით ერთ რამეს ტელეფონში რო გავხვალთ დაიძახეთ კალანდაძე. არა, უკაცრავად ის ბავშვი რომ მოვა, იმის გარდა ყველა შეგიძლიათ კითხვა. კარგით, მე მოვა. ფეხსაცმელები თუ დაიწყლა და გავიწყეს ეს მე აბო. თიკა. აბა თქვი მოგწონს საქაურობა? რა ვიცი, მარიკა. აქედან თუ გამომიშვებ, შეიძლება უკეთ დავინახო. შენ დარჩი. მოდი. ხილვა. რატო? იმიტომ რომ ნოე მარიკა, ნუ წარმოიდგინე ხა თქვენი პატარა მარიკა რო წამოიზრდება და რო გთხოვთ რომ კნოტი მინდა მიყიდეთო. აი მე იმ კნოტმა აქვს სად იმოძრაოს მარიკა სივრცე სად ექნება ნუ ნუ იკავ თქვათ აი დასვით აქ. აი ხსის თქვათ აი რა ქნას ახლა აქედან ნუ აქედან შეიძლება გადახდეს აქ. აქ თუ გადახტა მე აქედან გადმხდება კი გადმხდება აქ მე აქედან ჩამხდება კნოტი აქ მე აქედან სკოპ აქ და მე აქედან რა ქნას მე აქ მარიკა არ მოვკიდოთ ხელი არაფერს მე ძალიან მომწონს ეს ვერსია ძალიან კარგია ფართით გამშრა ყველაფერი გამექვა ხო არა კარგი ხო მართალი ხარ ესე მეტი სივრცე გამოჩნდა რა ეგ იმიტომ რომ ირაკლი არ არის სახლში მოვა და შეავსებს ხო და სანამ ირაკლი მოვა მოდით ახლა ადექით ესკარადა დავშალოთ და იქით გადავიტანოთ აი იმ კედელზე ვაიმე მესეჯი მომსლია ვაიმე რა 6 ლარი გაქვთ დარჩენილიო და 4 დღეშიო თუ არ შეავსებთო გაგეთიშებათო უნდა წავიდე მარიკა მაპატიო და შევავსოთ არა სამსახური მე არ მაქვს საკნაქირავებში მცხოვრობ და მობილურიც თუ გამეთიშება გავგიჟდები მაპატიო ტრამპე წავიდა ეს კნოტი წამოვა ეს დასკოდება მე რაში უი აქ ხო ექნება წყალი მარიკა აქ ექნება წყალი მე წამოვა აქ დალეს თავის წყალს მე უი რა кай გამოსულა ძალიან მომწონა ერთი წუთით დამალოდათ მოვალეხავე ანანო მომისმინე ხო შენ ახლა ეს კარადა უნდა დაცალო და იქ უნდა გადავიტანოთ ხო ისე ირაკლისთვის არ უნდა გვეკითხა ამ გოგოს ჭკუაზე რომ დავდივართ ამ ხელა ქალები რა უნდა გეკითხა რა უნდა მეკითხა და იმ ოთახიდან იმ ოთახში რომ გადავიტანეთ ის კომოდი ეგება არ მოწონდა ეგება არ უნდა ამ ადამიანს ეგრე იმ ოთახში ბევრი რამე არ მოწონს ირაკლის მაგრამ ის მაინც ცხოვრობს იცით რა ანანო ანუ დაანებე მაგას თავი იყოს როგორც არის და ახლა რა მოვიფიქრე გამოვიტანოთ იმ ოთახიდან ირაკლის ტანსაცმლის კარადა და აი აქ დავდგათ აი მანთან ახლოს კარგი წამოდით ანანო რა მე მოიფიქრე თუ რა გავგიჟდი არ ვიცი მოიფიქრო რაღაცა უი მარიკა
აქ არაფრითაც შეიძლება მარიკა იმ ყარადის დადგმა. რატო და აი შეხედე მარიკა, აი ნახე. ეს არის სახლში ნეიტრალური ზონა მარიკა. აქ როგორ შეიძლება? აქ მარიკა რო დავდგათ ჩვენ ირაკლის დიდი კარადა, ის მალე გახდება დათოს დიდი კარადა. აბარა და ნუ ხა დე ფაქტო კი ისედაც დათოსია. მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ირაკლის საკუთრებაა მარიკა და აბა როგორ რანაირად ალო ვალაშა ხო რაი თამა შენ გამორთული გაქვს ტელეფონი სახლში დამრჩა და შენ გირეკავს ვაშ თამას ურეკავს აი ხო ლაშა რა ხდება ჰა ბარში ჩამოვიდე რატო რა გაკაკანებს რა გაკაკანებს უკვე ნერვებს მიშლით რა შემოვდიოდი აქ მომიშალეთ ყოველდღე ნერვები აღარ შემოვალ მე აღარ შემოვალ მე მგონი აჯობებს რომ ის კარადა მაინც აქეთ გამოვიტანოთ არა არაჯობებს მე მგონი იმიტომ არაჯობებს რომ ეგ კარადა რომ იქ გაჩნდება მარიკა ნაპრალი შუაში. აბა და მე რეკნოტი მარიკა კნოტი რა ნაპრალში ჩავარდეს რა საბობ მარიკა რა ქნას მე მთელი დღე და იქნალოს იფხაკუნოს იქ რაღაცები დახარჯოს მარიკა მთელი ენერგია იწვალოს. მარიკა მე ეგეთ დროს ხოდი რა შევა იცი რა ძას აი აბა ხდება მოვა გასაგებია კიდე არ არის საჭირო მე თვითონ გავა რაიმე სალომე წყალი მომიტანე რა შენ რა იყო რა შემომარბენინე გიჟივით რა იყო რა ხდება რა იყო ხო რა ხდება თამა დადგი ოდიშ რამდენი ხანი ხა ჩვენ ესე არ დამსხდარ ვარ და საჭირბოროტო თემებზე არ ვილაპარაკე რამდენი წლის ხარ შენ 29 ხო და 29 წელია მე დროა უკვე დავსხდები და ვილაპარაკო ხო გავიგე და რაზე უნდა დავილაპარაკოთ რაზე ფსურს საუბარი გისმენ რაზე ხო ეგ ვერ მოვიფიქრე მეგონა აქამდე მოვიდოდნენ და რას გოდია ლოხაშა თამარჩიკ აბა თუ მიხდები ვინ მოგიყვანეთ ბრედ პიტი რა ვიცი ბრედ პიტი არა ის დაძა მეგონება ტომ კრუზი რა უნდა ტომ კრუზ თბილისში რა ვიცი მე გია მაისაშვილი ხო ჩახტამარ ახლოს ხარ ახლოს თამარჩიკ ხო დაიმე დედა თამა უხერხულია ხა ანაიდა ტიპს რას მithmet ოჩახვა ხო კარგი არჩევანია ეს შამპანური ნახევრად მშრალი და ხილის ასორტი სალომე და ერთი წითელი სანთელიც დაბალი ძაბვა და თვალები მეტი თამარ გელაპარაკე რა ბიჭი როგორ ხარ
ერთეულებრივად. ირაკლი, სანდრო და ლაშა. კარგი. მე გავალ ხო? თამარ მე სანდროს ლაშას სალომეს და აი ამ ბარში მყოფ ყველა ადამიანს რაღაც საქმე გვაქვს დალაპარაკება გვინდა და შენ და ვახო ცოტა ხანი ხო არ დაგტოვებთ რა ვიცი გადით გაისეირნეთ თვალსწყალი და ალევინეთ გაიარეთ გამოიარეთ რა ვიცი რა მომისმინე ხანუმ ხაშ ვინ გგონი ვართ მე ვინ გგონი ვართ მაშინ მე გავიქეცი საქმე მაქვს სასტრაფო საქმე მაქვს პაციენტი მყავს ძალიან მძიმე საოპერაციო ყოფილა უი მეც წავედი კბილი მტკივა უკან ამოსაღები მაქვს და მე ლონდონში ვსწავლობ. მე ავათ ვარ, ის პაციენტი ვარ, კბილი რო. გონი თქვენც მიდიოდით, ხო? ხო, საომე. აქ შენი ხელი ცურებია? სად? აი ამ რომანტიკულ შეხვედრაში. კარგი რა თამარ, მე ჩემი ვერ მომიკვირებია და ეხა შენზე ვიყავ. ხო, კარგი. თქვენ მოდით აქ. მოდით აქ. სამივე მოდით და დადეკით. დადეკით დროზე. დროზე დადეკით. ვინ მოიფიქრა ეს შეხვედრა? იცოდეთ ეს ასე ადვილად არ ჩაივლის. ვინ იყო ის ჭკვიანი, არა ვინ გაბედა? აი, ჯიგარი ხარ, ჭკვიანიო, ესე იგი მე გამოვირიცხე. აბა ეხა უკავსო. მოკლედ მე წავედი და მე ყველანი ამოხვალთ ირაკლისთან ჩხეიძესთან. გაიგე ხანო? როგორ ხდება გაბრაზება? ირაკლი, წამოდი. აღოსე მე რა ქვია მე თამარ ვახუშტი გითხარი უღერე სერენადად ხო? არა უშავს მე თვითონ მოვიფიქრებ რაღაცას. ისა, ვახო, რამეს თუ მოიფიქრებ, მე რეიქნებ მეც მითხრა კარგი. ეს აქ. ესე. ესეც ასე, ნე? ნუ პოდკასტი კარგი. ვაიმე რა დავლია ბაში ესეთი ირაკლი, აბა როგორ მოგწონს აქაურობა? რა მომწონს მარიკა? არა გეკითხები რა მომწონს? ეს მომწონს? ვინ გააკეთა ეს? ვინ გააკეთა? ვინ გააკეთა და აი ამ ორმა ქალბატონმა გააკეთა ეს აბა ჩემთვის ხო იცი მძიმე საწევა არ შეიძლება ირაკლი არა? ისე რატო არ მოეწონა? რატო არ მოეწონა ანანო და რა ეს სურათი აქ უნდა იდოს? გეკითხებით მე თქვენ შეიძლება შალომნას სურათი იდოს აქ? აქ უნდა იდოს შალომნას სურათი? ასე არ ჯობია? კარგი ირაკლი
რა. არა, გამაგებინე, რას ერთში ეხა მაგ ფოტოს. აი მითხარი. იქ სადინებელში ეტოს ფოტო რო დამიკიდა, ისე უნდა მომეწონოს, არა? რითი არ ჯობია ეხლა ეს ფოტო იმ ფოტოს. გამაგებინე. მარიკუნა. აი მე ირაკლი. აი მე ირაკლი. მარიკა. ჯერერთი ის ეტო კი არა, იაიატურეა. რა მნიშვნელობა აქვს მაგას? და მეორეც. მოიგოს დედაშენბა პრიმერა დივიზიონი და სურათს კი არა მაიქ სულდედოვიძე შალომი. შენ და დაჯექია ხმარა მოიღო. რა? ლაშა სად არის? სახლში ბრძანდება დასჯილი მყავს. დასჯილი რატო? რა მოხდა? რა მოხდა და სხვათა შორის შენი მეუღლის ინიციატივით ამ ბაჟბატონებმა მომიწყეს ცირკი, ჩამიყვანეს იქ ბარში და დამახოდრეს ის ვახო. ხო. და ეს ვეშაპიც იქ იყო. კარგი რა თამარ რა. კარგი რა. დამირეკა ლაშა. მითხრა რომ ვახო და თამარი უნდა შევახვედროთ ერთმანეთსო. თამარსაც ასე უნდაო. მე რა ვიცოდი ხა მე რა დამესიზმრებოდა? რა მეთქვა არ მოვალდეთ კი? ჩავედი. კარგით რა ხალხო, რა არის ეს? რატომ მოეკეცით ესი ადამიანს? ესე როგორ შეიძლება რა ეხლა არ გცხვენია? დააბრალეს ეხლა ლაშას. ის ლოქო მარტო ვერ მოიფიქრებდა. ესენი რო არ ყოფილიყვნენ. ხო? აკიდე ხო რა. რა? კარგი თამარ, კარგი, ძალიან თხოვ შემეშვი რა. ხო ხედავ, ჩემი გაჭირვება მეყოფა, რა დღეში ვარ ნახე რა. რა გაჭირვება, ირაკლი, რა ამბობ რა დაგემართა. შენ ხა მართლა ამბობ რომ აქაც გავაკეთე მე? დას ქვია რატომ ნერვიულობ? აი ამ ორმა აიყოლიეს ეს ვაჟბატონი და ესე ოკეი. აი ეს არის ჩემი სახლი. გავთხილებთ რა, გიხუძებით რა. ამ ოჯახს უყარს სიწყნარე. აქ ყოველთვის სიწყნარე, არასდროს არ არის ხმაური და ხმა, მაგრამ არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან წყნარი ოჯახი. ასე ესენი არიან ჟურნალისტები, ის რო გითხარი დოკუმენტური ფიზიკები და მეამარჩეს მეტი როგორც ნიჭიერი პედაგოგი მოგზაურეთ აი. გამარჯობა. ტელევიზიიდან არიან. აჰა. ტელევიზიიდან არიან. ტელევიზიიდან არიან. ერთი წუთით მე ახლავე მოვალ. გარიდან დავიწყო. ირაკლისგან პატრიცემული ირაკლისგან. ირაკლი არის ჩემი მეგობარი. კარგი, მოდი დაიერთდებით. ძალიან დიდ პატრიცს ვცემთ ერთმანეთს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთს. სულ ერთად ავართ. აი, სკოლაში ხო ვასწავლე ხოლმე ბავშვებს. და ბავშვებთან რომ დავამთავრე ხოლმე სწავლას, მე მოდივარ სახლში და ვასწავლე ირაკლის. ირაკლის ვასწავლე სადღეგრძელოების თქმას, კაცობას, მეგობრობას. და ასე შემდეგ. კარგი. ზაკბიდი. ცოტა მოდუნდი. ესე თქვენ გიყუროთ ეს ბატონი დავითი არაჩვეულებრივი ადამიანი და პედაგოგია. რომ არაფერი ვთქვათ მის მხატვრობაზე. იცით დათო არის დიახ, თავიდან დავიწყო. ბატონი დავითი არაჩვეულებრივი ადამიანი და პედაგოგია. რომ არაფერი ვთქვათ მის მხატვრობაზე, დათო იცით ესეთი ნიჭიერი და ნოვატორი მხატვარია. აი ხო ხედავთ ეს ოთახი სულ მაგის დიზაინით არის მოწყობილი, აი ეს სულ რა სილამაზეა. მადლობა. ეს არის სონდრორი.
ჩემი მეგობარი სანდრო. მეტი აღარ არის საჭირო რომ იცოდეთ ის რა. არა, ერთი წუთი. უკაცრავად, მე ვერ დაგეთანხმები. ჩვენ თუ გვინდა რომ გადაცემა იყოს სრულფასოვანი და საინტერესო, აუცილებლად უნდა ჩავწეროთ სანდრო მახარაძე, მიდი ალექსანდრე. მე მინდა. ბათოზე უნდა თქვა ორი სიტყვა. აი მე გავიღუპე. ისმენ აი კამერაში ვილაპარაკეთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა მე ლონდონში ვსწავლობდი და საერთოდ ამ ეპოქაში ასეთი ნიჭიერ ყველაზე პოპულარული, ყველაზე ცნობილი მხატვარია დათო. იცით მე მგონი სანდრომ რა იგულისხმა რომ დათო არისო აი არაჩვეულებრივი პედაგოგიო ხო ყველაფერს მივხვდი ამას აუცილებლად ამეჭრი ეს არის კეთი. ჩემი კეთო. ჩემი მეზობელი. ჩემი კარის მეზობელი. ფანტასტიკური მეუღლე ყავს. ჩემი მეგობარია ისიც სპორტსმენი, ათლეტური ტანიზანი. ხო. ზათხარ ერთი წუთით. დიახ, შეიძლება. როგორი მეზობელია დათო? დავიწყო. დათო არის არაჩვეულებრივი ადამიანი. მე დათოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. უკვე ნახევარი წელიწადია რაც გავთხოვდი და აქედან გადავედი. ჩემი მეუღლე ლაშიკო და დათო ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს და ისინი დამეგობრდნენ. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ის პერიოდი. შემიძლია გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც მე ჩემი მეუღლის ოჯახში მიწევდა ცხოვრება. იქ მყავდა დედამთილი. მე ვერაფრით ვერ გადმოგცემთ, როგორ მეკცეოდა ის ქალბატონი. დავჯდებოდი რატომ დაჯექი? ავდგებოდი რატომ ადექი? წამოვწევოდი რატომ დაიწყო? ამან თუ დაიწყო ეკავ, თქვა. ბიტბენდი და აი კეთევან თამარისგან გვინდაო ინტერვიუო თამარისგან გვინდაო თამარ გიშველი ხო იქ კამერა ტელევიზია თქვენ რა სიტყოდით დათოზე როგორც მეზობელი? ესე იგი, მე დათოს ვიცნობ 2 წელიწადია უკვე. კარგის თქვა შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ და მე მინდა გავიხსენო ერთი ისეთი კარგი ისტორია. დათო ახალი გადმოსულია ჩხეიძეებთან. ჩვენ არ ვიცით მე და კეთევანი პატარა გოგოები ვართ რაღაცა გვიხარია ყველაფერის და შემოვედით რაღაცა პრობლემა ყველა ოჯახშია ხო პრობლემა რაღაც ტელევიზორის შნური ყავა. არა, იცით უხერხულია ინტერვიუ. არა, პრობლემა არ არის. მიკროფონი დაუტოვეთ და 40 წუთი დაისვენეთ. შემოვედით და დათოს ხოლმე ჭირდებოდა 50 ტოტალიზაციის დასადება. ეს მასივის შნური გადაუჭრია და შეუერთებია ჩვენთან იქ ტელევიზორში. საიდან მივხვდით ახლა ეს ასე რომ მოხდა ირაკის მოუნდა ლუდი. ასე მითხრა ბაქოში ვიყავიო. და იცით მე დღემდე მჯერა რომ ის მართლა ბაქოში იყო პედაგოგების კონფერენციაზე და ის სასწავლო ნაწილი არაფერ შუაში არ ყოფილა. დიდი მადლობა ანანო. დიდი მადლობა ყველას. ჩვენი წასვლის დროა. შეგაწუხეთ. ყველაფერი გადაიღე. მე მგონი კარგი გადაცემა გამოვა. კარგად გზანდებოდეთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ნახომდის, კარგად გზანდებოდეთ. კარგად გზანდებოდეთ. Όλοι გადავჭირა, ჰა? აჩვენებენ ახლა ტელევიზორში და ეს ბატონი გამოჩნდება ჭკვიანი, ინტელექტუალური და პროფესიონალი. მე რა იყვიან, ტელევიზიები ყველაფერს ობიექტურად აშუქებენ.
ჟურნალისტი ესე რაღაც დავიწყებოთ. ალო. დიახ. ხო, მე დამოვიწყდა. კი მყავს ბავშვი, გოგო. ანანო ქვიადია. წლისა და 5 თვის. მეუღლეს ჩემს ყოფილ მეუღლეს ნატა. დიახ. კი რა პრობლემა არ არის რა? ალო. ვაი მირაკლი მე მგონი დავიღუპე. ჩემს იდეთან მიდიან ინტერვიუში შემოსწრება ჩემზე უნდა ალაპარაკო. კი. ნამდვილად დაიღუპე. შენც დაიღუპე და მეც დავიღუპე. ვაიმე, არ ვარ კარგად. წავალ მე წამოვწვევი ჩემთან ოთახში. მარიკუნა, ჩემი საძინებელი ისე ვიქარი თუ ის აქეთ გადმოვიდა და აქ შემოვიდა და ის აქ არის და ის გადმოვიდა. შევალ პირდაპირ თუ კვებოთ უნდა ჩავიდე და იქიდან უნდა ამოვიდე. გადავწვევი იქიდან ლიფტიდან არის კარი გასასვლელი. მე რა ვიცი შეიძლება შეხვალ ლიფტში ასე კარი გაიგება, შეხვალ გვერდზე გაიგება, შეხვალ ჩემი საძინებელია. იქნებ სახმართველობაში გამომიყვეს ფაქტი მე რა ვიცი. რა ვიცი მე ზეგი ნოვოკაინის საყიდელია ავადავარ გულში ცეცხლი მინათია ზეგი ბჟენიც გათავდა მე აქიმე მოდის ანახავა აი მე კარგი რა ლაშა დილიდან ამდრა თავი ამღერი ხა კარგი რა ავადავა ყოფი ვერ მორჩება ძალა კარგი, ჩემს მას ვეღარ გაიგონებ. მე მაპატიე, თამარ. ესე იგი. არა, კიდე მღერი ვერ გავიგე. სპეციალურად მიკეთებ, ხარ ნერვები მომეშალოს. აი რას არ აკეთებს რა ეს ბიჭი? არა, თამარ, ხმა არა მომიღია გეფიცები. აბა ხა მე მომესმა. თამარ. აი, მე ვახო? სერვირადები მომიწყო ეხლა მანამ. ცეცხლით რომ დაუწერია თამარ ნახე. რაო? თამარ, მე შენ მიყვარ ხარ. ჩადი ეხლა დროს და ჩააქრე. ჩადი ხო? მოიცა? ქეთევანმა ის ბორში სად დადგა? მეუბნებოდი რა, სანდრო არ დაიხმარო, მე ვახო. მოიცადე ახლა რა